თავი 27. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააგლდა, დაუძახა ესავს თავის უფროს შვილს და უთხრა: შვილო, მიუგო, აქა ვარ. უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი როდის მოკვდები. აიღე შენი იარაღი, შვილდის არი, გადი ველად და ნანადირები მომიტანე. მომიმზადე შეჭამადი მე რომ მიყვარს. მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოკვდებოდე. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს ესავს. გავიდა ესავი ველად, სანადიროდ ნანადირების მოსატანად. უთხრა რებეკამ იაკობს, თავის უმცრო შვილს: გავიგონე მამა შენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა. მომიტანე ნანადირები და კერძი მომიმზადე. შევჭამ და გაკურთხებ უფლისნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. ახლა გამიგონე შვილო, რასაც გეტყვი. წადი ფარაში და 2 კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მომუმზადო მამა შენს მისი საყვარელი კერძი. წაუღე მამა შენს რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. უთხრა იაკობმა რებეკას თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ, ხელი რომ მომისვას მამა ჩემა, ხომ მატყუარა გამოჩნდები მის თვალში. კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამის. მოამზადა დედამისმა შეჭამადი მამავის რომ უყვარდა. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის ესავის ძვირფასი ტანისამოსის სახლში რომ ჰქონდა და ჩააცვა იაკობს თავის უმცრო შვილს. ხელები და უბანლოკისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. მის სახელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. მივიდა მამასთან და უთხრა: მამა ჩემო, მიუგო, რა იყო, რომელი ხარ შვილო? უთხრა იაკობმა მამამის: ესავი ვარ შენი პირმშო. გაგიკეთე რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირები რომ მაკურთხოს შენმა სულმა. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია შვილო? უთხრა: უფალი შენი ღმერთი შემეწია. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა შვილო, მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა? მიუახლოვდა იაკობი მამამის ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმა, ხელები კი ესავის ხელებია. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა და აკურთხა იგი. უთხრა: ესავი ხარ ჩემი შვილი, მიუგო, მე ვარ. მომაწოდე შევჭამო ეგ ნანადირები შვილო, რომ გაკურთხოს სულმა ჩემა. მიაწოდა, შეჭამა, ღვინო მიუტანა, შესვა. უთხრა ისაკმა მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე შვილო. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელი სუნი და აკურთხა შვილი. აჰა, სუნი ჩემი შვილისა, ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო. გემსახურონ ხალხები და თაყვანი ქცენ ტომებმა. გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი ქცენ დედა შენი შვილებმა. წყეული მციყოს მაწყევარი შენი, კურთხეული ყოს მაკურთხეველი შენი. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამის და უთხრა: ადგეს მამა ჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირები, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. უთხრა ისაკმა მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო, შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. შიშიზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინ გაიყო ნანადირები რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. მამამისის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარე დამოიგმინა. უთხრა მამას: მეც მაკურთხე მამა ჩემო. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ქვია იაკობი, ორჯერ გამაცურა, ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუ თუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? მიიგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე, შენ რაღა გიყო ჩემო შვილო. უთხრა ესავმა მამას: ნუ თუ მხოლოდ ერთი კურთხევა ქონდა მამა ჩემო, მეც მაკურთხე მამა ჩემო და ხმამაღლა ატირდა ესავი. მიიგო ისაკმა მამამისმა და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს დამკვიდრებლად, ცისცვარი კურთხევარ. შენ მამა ხვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე.
დრო მოვა და ქედიდან გადაიგდე ბუღელს. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ. თქვა გულში ესავმა: დადგება მამა ჩემზე გლოვის დრო და მოკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას. ემცნო რებეკას ესავის თავისი უფროსი შვილის ნათქვამი. მოაყვანინა იაკობი თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი. ახლა მომისმინე შვილო, ადექი და ჩემს ძმასთან ლაბანთან გაიქეცი ხარანში. ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას, სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება რაც უყავი. შეგატყობინებ და წამოგიყვან იქედან. რატომ დახკარგოთ ორთავენი ერთ დღეს? უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?